გამარჯობა, მე ვარ ლიზი ქათამაძე და ეს არის გადაცემა კონსპექტები. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ნიკა და გიგი და ვისაუბრებთ AI ოლიმპიადაზე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგი, თავად? კარგი. მადლობა. დავიწყოთ საუბარი AI ოლიმპიადაზე. მე ძალიან მაინტერესებს როგორ გაიგეთ ოლიმპიადის შესახებ და რატო გადაწყვიტეთ საერთოდ მონაწილეობა? ხო, თვითონ AI-ით ორივე დაინტერესებული ვარ და ვინც ნაკრებში იყო, ეგენიც ძირითადად დაინტერესებულები იყვნენ და როცა შევიტყვე თვითონ AI კურსზე, ყველამ სხვადასხვანაირად შევიტყვეთ, მე დამრიგებელმა ჩამიგდო, გიგის შოთამ ჩაუგდო, ჩვენი მენტორი და საბოლოო ჯამში ძალიან მოგვეწონა თვითონ კურსი რომ იყო ამის, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან შეზღუდულია მსგავსი კურსები. და პირველივე კურსი იყო მაგაზე რომ ოლიმპიადა ტარდება. და ცხადი არის, რა თქმა უნდა, ასპარეზობა მსგავს ოლიმპიადაზე საკმაოდ კარგია ყველასთვის და აქედან მივიღეთ იმის გადაწყვეტილება თითქმის ყველამ რომ მიგვიღო ამ ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ხო, მე ცოტა სხვა მოტივი მქონდა ოლიმპიადაზე რომ ამ საოლიმპიადო კურსზე რომ მივიღე მონაწილეობა და ის იყო რომ რაღაც მანქანური სწავლების კურსზე ჩავერთე და იქამდე არ მქონდა ხელოვნურ ინტელექტთან შეხება. ანუ რაღაც კუთხით კი ვიყავი რა პროგრამირების ხან ბექენდში, ხან ფრონტშიც, მაგრამ ძირითადად მხოლოდ ამ software engineer-ის მხრივ ვიყავი და აი მანქანური სწავლების ინჟინერის კურსზე რო ჩავერთე, იქ მასწავლიდა სწორედ შოთა და შოთა ელყანიშვილი და როგორც ნიკამ თქვა, შოთამ მომწერა, რომ იგი იცი რა, აი ესეთ მაგარ კურსს ვაკეთებ ჩვენ რა, გაიაში და შემოგვირთა და იქნებ მოგეწონოს და რომ ნახე რომ თან დროებიც მიწყობდა ხელს, თან ონლაინ იყო და ანუ ვახერხებდი ყველაფერს, მეთქი რატომაც არა და თან, რავი, გავალ ოლიმპიადაზე თუ ყველაფერი კარგად იქნა და თავიდან არც კი ვფიქრობდი იმაზე, რომ მე საერთოდ რავი, ჩინეთში მოვხვდებოდი, მაგრამ მოტივი ეგ იყო, რომ რაღაც ახალი მესწავლა და ორივე კურსით ერთად მეთქი უკეთ ვისწავლე, მაგრამ მაინც გაია ძალიან დამეხმარა ამაში და ეს იყო მოტივი თავიდან. ძალიან კარგი. როგორ ჩამოყალიბდა ზოგადად წეღანახსენე, ახლა ნაკრებში ვართო. ეს ნაკრები და საერთოდ საიდან დაიწყო თქვენი ინტერესი ამ ტექნოლოგიების მიმართ? ხო, ინტერესზე ვთქვით ორივე მასე თუ ისე და კურსის შემდგომ, კურსის მიზანი რაც იყო, ეგ მოხდა და ჩატარდა თან ძალიან კარგად რა, სხვა ქვეყნებს შორისაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად იყო ორგანიზებული ეს ეროვნული ოლიმპიადა, რომ საიდანაც ტოპ 8 ადამიანი ნაკრების წევრები აირჩა და რაღაც ისეთი ტიპის დავალება ჰქონდა, როგორცაც იქ ველოდით, რომელიც უკვე შარშანდელი წლიდან ვიცოდით მიახლობით, როგორი ტიპის მოვიდოდა და ეს იყო რაღაც მონაცემები, ამოცანა, დავალება, შეზღუდული დრო, 3 დავალება 3 სხვადასხვა კატეგორიაში და იმდენად ორგანიზებით ჩატარდა, რომ ის ნერვიულობა რაც გქონდა თუნდაც ზოგიერთ ოდნავ მაინც, ამ ხელა კურსის მერე დიდად არა, იმიტომ რომ ასე თუ ისე ჩვენს თავში ვიყავი დარწმუნებული თან პირველი ტური ჩატარდა ონლაინ და რომ ნახეთ ჩვენი შედეგებიც მეორე ტურში უკვე იმდენად აღარ გვეშინოდა და ეგ იყო რომ იმ კარგმა სივრცემ რაღაცა უფრო ასე ვთქვათ გამარტივა რა ოლიმპიადა მეორად. კაი, ასე თუ ისე ისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, მაგრამ მაინც ყველაზე დიდი სირთულე რა იყო ამ პროცესში? ხო, სირთულე რა თქმა უნდა ყველა პროცესს აქვს და თვითონ ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ისაა, რომ თვითონ ოლიმპიადაზე ყველაზე რთული ის არის, რომ რეალურად სწორი мотиваცია შეიქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წაიყვანო თვითონ შენი საქმე თუნდაც ამ სფეროში და აი мотиваციის შექმნა რეალურად და აი მიზნების დასახვა არის თავარი სირთულე იმის გამო, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს იფიქრო, რომ რატომ მუშაობ, რატო ვაკეთებ ამას და ჩემი აზრით ეგ იყო ჩემთვის ყველაზე რთული, რომ მართლა ყოველ წამს უნდა მეფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა წამეყვანა სწორად საქმე და როგორ უნდა დამესახა სწორი მიზნები ოლიმპიადაზე და გარდა ამისა, ცალკეული ძალიან მცირედი პრობლემებიც არსებობს და სირთულეები, როგორცაც თუნდაც საკითხის სწორად გაგება, ამოცანებზე უფრო მეტი მუშაობა და მეტი დროს ჩადება თვითონ ამ საქმიანობაში, თუმცა ეს რა თქმა უნდა მეორე ხარისხოვანია ჩემი აზრით. მე სირთულე უფრო ჩემთვის იყო აი რაღაც იმდენად დიდი მასალა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი კურსი იყო და მაგრა გვასწავლდნენ, მაინც ასე თუ ისე თავიდან დავიბენი რა, აი ფრინჯივით დაიბნაო იყვიან ეგრე და არ ვიცოდი რა, აი ჯერ მაგალითად მათემატიკაზე კონცენტრირებული ყავი, ცალკე რაღაც მოდელებზე კონცენტრირებული ყავი, მაგრამ კურსთან ერთად მე თან რომ ვიყავი ჩვენს მენტორებს, უფრო გამიადვილდა და ეგ კურსი კიდე იმიტომ იყო მაგარი, რომ აი ეს პრობლემა რომ არ ვიცოდი საით წავსულიყავი თან ეგემ რო თქვა რომ აი მიზანი რა და აი როცა კურსში ხარ და რაღაცა გაქვს, რასაც უნდა გაყვე და რაღაც მიზანი არის რომ ოლიმპიადაზე უნდა მოხვდე, ვერ მოდუნდები რა, არ მოდუნდები ისე რომ ისწავლო შენით დაждდე, კი იტყვიან რომ რაღაც შეგიძლია ყველაფერი შენით გააკეთო, მაგრამ როცა რაღაცას მიყვები, ყოველთვის უფრო კონსისტენტ ხარ და უფრო პროდუქტიულია რა, კურსთან ერთად მუშაობა და თან აი თვითონ ოლიმპიადის ფორმატიც ეგეთია.
თუ აი ნებისმიერი ოლიმპიადის გარდა ხელოვნური ინტელექტის, ინფორმატიკისაც, ფიზიკისაც ნებისმიერი რომ აი ყოველ წამს რაღაც ახალი უნდა აკეთო, ამოცანებზე უნდა იმუშაო და ნაწილობრივ წნეხიც არის ჩემი აზრით ოლიმპიადებში და ეგ არის მთავარი მიზეზი რის გამოც წარმატების მიღწევა შესაძლებელია მსგავს პროექტებში. წნეხი გიმაღლებს мотиваციას, ეგრე მუშაობს, ხო? იცი რა მაინტერესებს, ამისი ძალიან დიდი დადებითი მხარე წეგან ახსენეთ ჩინეთი. აი ჩინეთს რომ მომიყვეთ ორივე ცოტა-ცოტა. ხო, ჩინეთი ძალიან კარგი იყო. მაგრამ ნუ მთავარი ის არის რეალურად, ნუ აი თვითონ ქვეყანა ისეთი იყო, რომ მართლა ეგეც ნაწილობრივ мотиваციას გვაძლევდა, თუმცა რა თქმა უნდა მთავარი ის იყო, რომ იქ ჩავდიოდით ოლიმპიადის გამო და ნუ ჩვენს ქვეყანას ვასახელებდით ჩინეთში და ეგ ასპარეზობაც რა თქმა უნდა მეორე უმთავრესი საკითხია. ხო. აი როგორი სიტუაცია იყო იქ ოლიმპიადაზე ზოგადად, აი საქართველოს ოლიმპიადა რო შეადავროთ, მაგალითად ჩინეთის პეკინში იყავით, ხო? ხო, პეკინში ვიყავით. ან რავი, ერთი განსხვავება ის იყო, რომ აქ თუ რაღაც მხოლოდ ქართველები ვიყავით, იქ 80-მდე ქვეყანა იყო და 400-მდე მონაწილე იყო, აქ თუ რაღაც 20 ვიყავით, იქ 400 და დანარჩენი თითქმის იგივე. უბრალოდ ის იყო, რომ აქ თუ ჩვენი მიზანი იყო, რომ იქ წავსულიყავით, იქ ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოში მედლი დაუბრუნებულიყავით და ანუ რაღაცეები განსხვავდებოდა, რაღაცეებით გავდა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი გამოცდილება იყო და ანუ ნიკამ რო თქვა, რომ ისეთი მაგარი ქვეყანა არისო ჩინეთი და ანუ სწორედ ეგ არის, რომ აი ძალიან მაგარ ქვეყანაში მომავალ წელსაც ძალიან მაგარ ქვეყანაში არის და ანუ ამ EOI-ს ეგ აქვს რაღაც, რავი, ერთ-ერთი ის ძალიან მაგარია. ჩვენ ყველა სტუმარს ვკითხეთ AI რას ნიშნავს მათთვის და ზოგადი განმარტებებიც გვითხრეს. აი თქვენც რო ცალ-ცალკე ორივემ თქვენივე განმარტებებით გითხრათ რას ნიშნავს ზოგადად AI. ნუ ძალიან ზოგადი განმარტება AI-ის ის არის, რომ რეალურად ისე იმუშაოს მანქანამ, ისე იმუშაოს რობოტმა, ან ნებისმიერმა სისტემამ, როგორც ადამიანები ფიქრობენ და მუშაობენ. ეს არის ძალიან ზოგადი განმარტება, თუმცა რეალურად დღესდღეობით როგორც მიდის AI-ის განვითარება და თვითონ ყველაფერი რაც AI-ში ხდება, ზუსტად ისე უნდა წავიდეს, როგორც ადამიანების შემთხვევაში მიდიოდა. ინტელიგენციაც თუნდაც, რასაც ხელოვნურ ინტელექტს ვასწავლით, ეთიკები, თვითონ იმის დაცვა თუ რას ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტი და ჩემი აზრით ზუსტად ეს არის, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებისათვის შექმნილია და გარდა ამისა ადამიანებთან ერთად უნდა მოხდეს ამის ინტეგრაცია. ხო, ჩემი აზრით ცოტა უფრო აი მეტაფორულად რო ვთქვა, ხო, AI უკვე იმდენად დიდი მცნებაა, რომ ასე პირდაპირ ვერ ვიტყვით, მაგრამ როგორც უმეტესი ადამიანი იგებს ხოლმე და ეგეთი AI რო ავიღოთ, რაღაც პატარა ბავშვი არის, ანუ ეხლა არ ვამბობ გამოყენების კუთხით, ვამბობ AI-ის რაღაც თულის ჩამოყალიბების კუთხით, რა. პატარა ბავშვია, რომელსაც შენ ნელ-ნელა ასწავლი და მე შენ გეხმარება ყველაფერში, გიადვილებს, შენი მეგობარი ხდება, შენი თანამეგზური ხდება და ზუსტად ისე როგორც ეხლა რავი, ყველა ვიყენებთ რა იმ წამყვან AI-ს, რომელიც ასე ნელ-ნელა განვითარდა და ანუ ჩვენ სწორედ იმ ეპოქაში ვართ, რომ ამ განვითარებას ვხედავთ, ამ განვითარების გზას. აი 3 წლის წინ შეადაროთ და დღეს ძალიან მაგარი არის, აი იმდენად არის შეცვლილი და ისე გვიმარტივებს ცხოვრებას, რომ აი რავი, ჩვენი მეგობარი არის უკვე რა ძალიან ხო, ნუ სწორი პოინტია ძალიან და თან აი დღესდღეობით რაც ერთი მთავარი პრობლემა არის AI-ში ის არის, რომ AI გამოიყენება როგორც მარტო chatbot-ი. ანუ რა თქმა უნდა, ეხა სხვა გამოყენების ტიპებიც არის. ხალხი ეგრე იცნობს როგორც chatbot-ი. ხალხი ძირითადად ეგრე იცნობს, აი ChatGPT ეხლა ყველას ეცოდება. და ეს არასწორია, არასწორი მიდგომაა თუ? ნუ არასწორი მიდგომა, უბრალოდ ძალიან მწირია იმის გამო, რომ ხელოვნურ ინტელექტში ძალიან ბევრი სხვა გამოყენება არსებობს, ძალიან მარტივი მაგალითი რო ვთქვა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შეიძლება ბიოლოგიაშიც, მედიცინაშიც, ფიზიკაშიც, ნებისმიერ რამე რაც არსებობს, ყოველფრის გამოყენება შეიძლება. უბრალოდ დღესდღეობით ადამიანებში უფრო მეტად გავრცელებულია ChatGPT და chatbot-ის სტილის საკითხი და ძალიან კარგი იქნება თუ ამის განვითარება იმ ხრივაც მოხდება, რომ ნებისმიერ ყოველდღიურ საქმიანობაში მისი როგორც ასისტენტის გამოყენება მოხერხდება. ხო, ანუ ცნობიერების ამაღლება გჭირდება AI-ზე თან. მაგით ვთვლი მე, რომ აი ყველამ უნდა ისწავლოს რა ეს AI-ში რაღაც, იმიტომ რომ აი დიდი ქვეყნები თუნდაც ჩინეთში ვიყავი და ჩინეთის მაგალითი რო ავიღოთ სკოლებში უკვე ნელ-ნელა მენდატორი საგანი ხდება ეგ რო ისწავლონ და მიმაჩნია სწორად იმიტომ რომ ისეთი თული არის რასთან ერთადაც თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და აი ეგ ჩატბოტები არ უნდა იყოს რა ანუ ხალხის ფიქრები არ უნდა შემოიფარგლებოდეს იმით რომ AI ვითარდება ან მარტო ჩატბოტი ვითარდება და არის დაგვიწყობს და რაღაცა ძალიან სისულელე არის ძალიან მესმის. აი თქვენ როგორ იყენებთ AI-ს და რამდენად ხშირად? კარგი, ნუ მე დავიწყებ მას საუბარს. ნუ ცოტა AI-ს ხო, ამ საკითხში ცოტა ძალიან კარგი, სხვადასხვა საინტერესო მიდგომას მოვისმენთ.
ხო და ანუ თვითონ AI-ში როგორც საქმეში ძალიან იშვიათად ვიყენებ, ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ესე რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებაში არ ამგონია ისე გამოყენებადი იყოს, თუმცა AI ძალიან მეხმარება თუნდაც აი რაღაცა მცირე პრობლემა რომ აქვს ნებისმიერ რამეში, მაგ პრობლემის გადაჭრაში, იმიტომ რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, ჩემი აზრით, ყველაფერში შეუძლია რაღაც გარკვეული ისეთი რჩევა მოგცეს თუნდაც, რაც შეიძლება თვითონ ავტომატიზირებული არ იყოს, მაგრამ დაგეხმაროს რომ მიიღოს მაგის შემდეგ უკვე სწორი გადადგმული ნაბიჯი, რითაც ამ პრობლემას აღმოფხვი. და ნუ თვითონ გამოყენებაში რავი, შეიძლება დავალებაშიც და ნებისმიერ რამეშიც ვიყენებდე რა. ხო. ეხა ის არის რომ აი დღეს ბევრად მეტ AI tools ვიყენებ თუნდაც ვიდრე ვიყენებდი შარშან და რო შევადარო შარშან თუნდაც თუ მხოლოდ ChatGPT-ს ვიყენებდი და რაღაც ან დავალების რაღაც points მოვაცემდნენ თუნდაც დავალებას დავაწერინებდი დღეს ბევრად მეტი ვის მაგალითად search-ისთვისაც ვიყენებ AI-ს რა ანუ Google-ში ძალიან იშვიათად ვეძებ Google-ში ხელით იმიტომ რომ ვიცი რომ უკეთ მომაძებნინებს აი და კიდე ამად გარდა ძალიან everyday topic-ებში მაგალითად რა ვჭამო ან აი დღეს რა ჩავიცვა ან აი როგორი ამინდი იქნება რას ფიქრობ აი დღევანდელ ამით რა მოუხდება და რაღაც უფრო ყოველდღიურ საკითხებში ან თუნდაც ანუ იქიდან გამომდინარე რომ ეს ჩვენი chatbot-ი ნელ-ნელა ჩვენ უკეთ და უკეთ გვიცნობს რაიმე კითხვაზე პასუხი თუა დასაწერი იმასაც იმას უგზავნი და ჩემ მართლა მეგობრობ ხო მე მართლა მეგობრობ თან ბევრთან და კარგად სხვადასხვა აკაუნტები შეგიძლია თუ ანუ როგორ თვით აი ყველას აქვს თავისი რა აი მაგალითად Gemini-ს სხვა კუთხით ვიყენებ, Perplexity-ს სხვა კუთხით, აი ზებნის კუთხით ვიყენებ. რავი, ChatGPT-ს ვიყენებ ხოლმე. ესენი AI ბოტები ჩამოთვალე ხო? Gemini Google-ის არის, Perplexity ცალკე და ანუ ChatGPT კიდე OpenAI-ს. ტასკშია ძალიან კარგი და მაგიტომ პერსონალიზება ჯობია მაგის. ანუ და ეს ნიშნავს პერსონალიზება? ანუ რო აირჩიო თითოეული მაგალითად Gemini იხმარო ერთ საკითხში, მეორეში იხმარო რაღაცა GPT, მესამეში ის, იმიტომ რომ ხარ ზოგიერთ შემთხვევაში აი GPT შეიძლება არ დაგეხმაროს ისე და ნუ Gemini საკმაოდ კარგად მუშაობს ბევრ ისეთ საკითხზე, როგორც კოდინგი თუნდაც და ხო, Gemini Pro ძალიან კაი არის ქართულშიც მაგალითად და აი წიგნის კითხვა რომ ეზარება ხოლმე, წიგს უგზავნი და დამიწერი თაობის ანალიზი და ძალიან მაგრად მაგალითად აი რომელი წიგნის? ხო, მაგალითად ბოლოს დიდოსტატის წაკითხვა მეზარებოდა ძალიან და რო ჩაუყდე მოკლე შინაარსი დამიწერა და თან ძალიან კარგად და თან ის არის რომ შეკითხვებს რო უსმენ მე პასუხსაც მეუნება და ანუ გამოვიყენე მაგალითად არა როგორც რაღაც ჩიტინგი არამედ როგორც სასწავლი თული და რაღაც დრო დავზოგე და რაღაც ცოდნა და ძირითადი ყველაფერი მივიღე რაც მჭირდებოდა მე იმ წიგნიდან იმ მომენტში მასწავლებელი მიხვდა რომ არ ქონდა წიგნი წაკითხული და ChatGPT-ს მოკლე შინაარსი დავი ჯერ ვერა და არ ამგონია რომ მიხდეს მაგის თუ ვიდეოს არის ძალიან კარგი მთავარია ჩემი აზრით რომ განათლება მიიღო და ხო გამოიტანო აზრი მაგ ყველაფრისგან თუ სწორად იცი მუშაობა არ არის აუცილებელი რომ მართლა ამ ხელა წიგნი წაიკითხო და უფრო მარტივ ხერხს მიმართა თორე შედეგი მომავალის ეგ არის ზუსტად რომ ვისწავლოთ რა ანუ ყველა საქმეში იქნება ეს და ყველგან უნდა უცადოთ რომ გამოვიყენოთ და გამოვცადოთ რა კიდე იცი რა მაინტერესებს და მაინტერესებს ChatGPT-სთან უფრო სწორად მაპატიეთ AI-სთან კონტაქტი გირჩევნიათ თუ მასწავლებელთან დღევანდელ ცხოვრებაში შენ ვიცი უკვე რომ AI-სთან, იმიტომ რომ საუკეთესო მეგობარი ყავს აი შენ? რა ვიცი, ნუ სიმართლე ვთქვა, რეალურ ადამიანთან ამჟამად მირჩევნია, იმის გამო რომ არ არის ისე დახვეწილი თვითონ ხელოვნური ინტელექტის მიერ ამ თუნდაც ემპათიის ან ნებისმიერ საკითხის უნარი. თუმცა ვთვლი რომ სრულიად შესაძლებელია რომ ზუსტად იგივენაირად მოხდეს ისევე ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან, როგორც მასწავლებელთან ან ნებისმიერ რეალურ ადამიანთან. თუმცა სრულიად შესაძლებელია და ძალიან ნორმალურია ხელოვნურ ინტელექტთანაც საერთო ისევე საერთო ენის გამოძრება. გიგიმას როგორც ახსენა, სრულიად ნორმალურია. ისიც რომ ნებისმიერ საკითხზე დაიკითხო თუნდაც დავალებაზე და წიგნზე, ამიტომ ეგ მით უმეტეს როცა რაღაცებს ასწავლი, ხო, შენზეც. და კი ხო, და ნელ-ნელა თან ანუ შენს მიერ მიწოდებული ინფორმაციითაც თან სწავლობს, ხო? ხო და ანუ მიუხედავად იმისა, რომ AI-ს ყველა task-ში ვიყენებ, არ ვთვლი რომ მასწავლებელს ანაცვლებს დღეს AI. ჩემი აზრით, მასწავლებელი მაინც გვჭირდება. ანუ შეიძლება სამომავლოდ ისე განვითარდეს, რომ მასწავლებელი შეცვალოს, მაგრამ მე მაგალითად დღეს AI-ს მირჩევნია მასწავლებელი, რომელიც AI თულებით მასწავლის რაღაც საკითხს. ნუ ნებისმიერი საგანი რო ავიღოთ, ძალიან მიხარია ხოლმე, რომ ნელ-ნელა მასწავლებლები ერთვებიან და ხა ბოლოს იყო რომ მეკითხებოდა რაღაცას მასწავლებელი და ძალიან გამიხარდა, რომ რაღაცა სიახლის შემოტანას ცდილობენ და ეგ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რესურსი არის, თან ძალიან ბევრი უფასო რესურსი არის ამ ხელოვნური ინტელექტით, რომელიც შეიძლება საკლასო სივრცეში დაინერგოს და ამიტომ ჯერჯერობით მაინც მასწავლებელი მირჩევნია საბოლოო ჯამში.
მაგრამ ჯერჯერობით და ამჟამად ხო, არ ვიცით როგორც სწრაფად შეიცვლება კიდევ AI და რა თქმა უნდა. იცით რა მაინტერესებს? აი მოსწავლეებს, რომლებსაც აინტერესებთ ძალიან ტექნოლოგიები, მაგრამ არ იციან, საიდან დაიწყონ რაღაცა საფეხურების გავლა, რომ მივიდნენ ამ ტექნოლოგიურ სფეროში. თქვენ უკვე შებიჯებული გაქვთ და ჩინეთშიც იყავით და აგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას ამ პროფესიაში. როგორ უნდა დაიწყონ აი საიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება ამ ყველაფერზე? ანუ რას ურჩევდით მათ? ხო. აი curious შესაძლოა როგორ არის? curious როგორ არის შესაძლოა? ცნობის მოყვარე, ხო, აი ცნობის მოყვარეობა არის ჩემი აზრით პირველი. მართლა პირველი არის ნებისმიერ საქმეში და განსაკუთრებით ტექნოლოგიაში. თავარი არის ცნობის მოყვარე იყო და დანარჩენი გამოვა. თავარია გჯეროდეს. თავარია გჯეროდეს. ანუ ყველაფერი გამოსვლადი არის რა და ზუსტად ეგ არის რომ რაღაცის სწავლა უნდა გინდოდეს და გულით როცა გინდა მართლა ყველაფერს ისწავლი. ანუ ზოგადად ტექნოლოგიებში ძალიან ბევრი სფერო არის და ესე ერთიანად რო ვთქვათ შეიძლება არასწორი გამოვიდეს, მაგრამ აი AI-ის განხრით რო ვთქვათ, რაც ჩვენ უფრო გვეხება ამ შემთხვევაში, რავი, ყველაზე დიდი დაბრკოლება ალბათ არის აი რაღაც ცოტა კომპლექსური მათემატიკა და რაღაც რთული მოდელების არქიტექტურა. მაგრამ ანუ ის არის იქამდე მიღწევადი, ანუ რაღაც ნაბიჯებს გადიხარ პატარ-პატარა ნაბიჯებს, რომ იქამდე მიხვიდე. მე მაგალითად თავიდან რო რაღაც ლექციებზე შევედით და დაგვეჯახა რაღაც წრფივი ალგებრა და კალკულუსი, ძალიან შემეშინდა, მაგრამ ანუ ძალიან კარგი ლექცია იყო, დავალებებიც კარგი იყო და ისე კარგად გავიგე, რომ პირიქით, ანუ ის სხვანაირად შემოვუარე, რომ ანუ აი ეს რა კაია ეხა რო გავიგე, რომ მე იქ რო სადღაც შემხვდა, იქ გამოვიყენებ და ანუ პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ არ უნდა დაეჯახონ, რომ რაღაც პირდაპირ რაღაც დატა სტრუქტურები და რაღაც რთული ამოცანა არ უნდა გახსნან რა, რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯებით და რაღაც დიდი მიზნისკენ. შეიძლება პატარა მიზანი იყოს და პატარა მიზანს დიდი მიზანი მოყვებოდეს და და კიდე კითხვის დასმაც არა ანუ თუ კურსს თუ შეეხება კურსზე თუ დარეგისტრირებული არიან, კითხვის დასმა საერთოდ არ უნდა შერწყოთ არც ლექტორებთან და თვით მონაწილეებთანაც ვინც არიან, იმიტომ რომ რეალურად კავშირით და უკავშირით უფრო მეც მიიღებ და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებ, ვიდრე სოულზე რო ცადო რამე და ეგრე იმუშავო. და რავი, კურსზე რამდენ, ანუ რაც ჩემი თავი მახსოვს, რამე თუ ვერ გავიგე, სულ ან შოთან რომელიმე მენტორი მეხმარებოდა და თან ბოლოს მე ბოლო პერიოდში უკვე ნაკრებში რომ მოხდი, სულ ყოველდღე თითქმის ერთმანეთს რაღაც ხან კოლში ვიყავით, ან ერთმანეთს ხვდებოდით და ანუ ერთად ვითარდებოდით რა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, არა მარტო ტექნოლოგიებში, ყველა სფეროში ეგ რომ კითხვები გაგვიჩნდეს და დავუსვათ. დამატება მინდა კიდე იმის, რომ ანუ რაც მნიშვნელოვანი არის, ზოგადად ყველა საქმისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თვლი რომ აქაც იმ სირთულესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ უნდა გიყვარდეს რა რასაც აკეთებ და ანუ ისე არ უნდა იყოს, რომ აი ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ რაღაც ფეილის შემდეგ ძალიან ნადულად ნებდებიან, მაგრამ მოტივაცია უნდა დაგარო. ხო, იდეაში ეგ უნდა გიყვარდეს, რომ იმ ბიზნესკენ მიდიხარ და არა უშუალოდ ის რომ რაღაცას მიაღწევ. ეგ გზა უნდა გიყვარდეს რა და უფრო მეც მიაღწევ ბევრად ვიდრე ის რომ იმის გამარჯვება იყოს შენი მიზანი. თავარია იქამდე მისვლა და ნუ ეგ უკვე წარმატებაა რა, რომ რაღაცას სწავლობ რა, ეგ არის ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი აზრით. და რამე საგნები, ან რამე ბაზა საჭიროა სანამ ტექნოლოგიების სწავლას დავიწყებ, აი მათემატიკა, ფიზიკა, ჭირდება გაჩვია სფეროში წახო თვითონ ტექნოლოგიაშიც. ნუ თუ AI-ზე ვლაპარაკობთ, რახან ახლა მაგაზე ვსაუბრობდით. AI-ზე არის საბაზისო ცოდნა საჭირო, მაგრამ მაინც აი რისი რომელი საგნის მათემატიკა და ცოტაოდენი პროგრამირება, აი ძალიან მცირეოდენი. უბრალოდ მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ დაიწყე ნელ-ნელა მაინც შეძლებ კურსთან ერთად ადაპტირდე თვითონ მათემატიკასთანაც და პროგრამირებასთან. რეალურად ანუ ეგ საბაზისო ცოდნა ძალიან მარტივი მისაღებია, თუ დაინტერესებული ხარ რა თქმა უნდა. და ანუ სხვა ტექნოლოგიებში აი ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, მათემატიკა მაინც საჭიროა და პროგრამირებაც ნაწილი. შეიძლება ეხა ტექნოლოგიების კუთხით არის მაგალითად front-end development-ი და მან არ დაგჭირდეს UI UX-ც არ დაგჭირდეს, მაგრამ თავარია შენი საქმე იყო, სადაც შენი საბაზისო ცოდნაც შეგიწყობს ხელს და შენი ინტერესებიც დაემთხოვა რა თქმა უნდა. ხო, და კიდე ის არის რომ ანუ აი საბაზისო ცოდნაში მათემატიკაში არ არის აუცილებელი ახლა ის რაღაც advanced math-ი ისწავლო და რაღაც ანუ საჯარო სკოლაში თუნდაც მე-10 კლასამდე რასაც გასწავლიან იქამდე რაღაც მათემატიკაში თუ ასე თუ ისე ერკვევი შეიძლება ყველაფერი არ გახსოვდეს, მაგრამ თუ ეგ აზროვნება გაქვს და ანუ თვლი რომ მოგწონს, მაშინ ანუ გამოსვლადია რა ყველაფერი. თან კურსის გარდაც YouTube-ზე ძალიან ბევრი რაღაც არის, რაც დაგეხმარება რა.
და კურსთან ერთად კიდე ძალიან მაგარი მენტორები რო არიან, ბევრჯერ ვთქვი, მაგრამ კიდე უნდა ვთქვა და ანუ კომუნიკაციაც ძალიან ის არის რა კი თავარი. ძალიან კარგი, როგორც მივხვდი, ძალიან კარგი დამოკიდებულება გაქვთ თქვენს მენტორებთან, კი, ხო? ხო, ძალიან. ძალიან. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ყველა ინფორმაცია, რაც მომაწოდეთ. გადაცემის ბოლო ნაწილია ხოლმე რა კონსპექტები შეიძლება შევადგინოთ აქედან ვეკითხების სტუმრებს. ChatGPT-მ შეიძლება რომ ამ გადაცემის კონსპექტები შემიდგინოს? კი, ისე კონსპექტებზე გამახსენდა ეროვნულ ოლიმპიადამდე ნიკას ჰქონდა გაკეთებული და ყველა მნიშვნელოვან ტასკზე ძირითადები ჰქონდა ამოწერილი და ეგ ძალიან დაგვეხმარა რომ ბოლო მომენტში გადავიმეორეთ და რა კონსპექტები შეიძლება და სხვადასხვა განხრით რაღაც ძირითადების ამოწერა, მაგალითად მოდელის არქიტექტურებზე მოკლედ რომ ვუწეროთ რა არის და GPT-მ შეიძლება რომ დაგვიწეროს, მაგრამ აი მე მაგალითად Gemini-ს დავაწერინებდი. კარგი. მაშინ ჩვენ ესე გავაკეთოთ. ჩვენ Gemini-ს დავაწერინოთ კონსპექტები, ეხლა ხალხს დავემშვიდობოთ და გავუზიაროთ მე აუცილებლად ჩვენი კონსპექტები. კი ბატონო. მადლობა ციტი. მადლობა თქვენ. ნახვამდის.